გუიანი დილაი კლავ ეთერშია და ახლა ჩვენ ხავს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სტუმარი ჩემო თაკო. ცოტა ვრცელი რეგალია და წავიკითხავ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტატო ირემაძე. მოგესალმებით ტატო. როგორ გიკითხოთ? გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გუშინ იყო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გახდათ 5 ივნისი და მოგვიყევით ტატო ამ დღის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ამ ნიშნავან თემატიკას ეხებით და აშუქებთ. გუშინ ნამდვილად გახდათ მსოფლიოში აღინიშნა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს არ გახდათ გამონაკლისი, თუმცა მინდა გითხრათ რომ არა მხოლოდ დღე აღინიშნა ზოგადად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და პირადად მინისტრის ბატონ დავით სონღულაშვილის ინიციატივით ორშაბათიდან აი ამ დღემდე პარასკევამდე მთელი კვირა მიეძღვნა კვირეული გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს და სამინისტროს დაქვემდებარებულმა ყველა უწყებამ, მათ შორის გარემოს დაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა რეგიონში გამართა შესაბამისი დარგობრივი მიმართულების აქტივობები და ღონისძიებები. ეს აქტივობები და ღონისძიებები ცხადია მოიაზრებდა ორ ძირითად მიმართულებას. ერთი მოქალაქეების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, მათ შორის ახალგაზრდების, ცნობიერების დონის ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებთან მიმართებით და ასევე მეორე ეს გახდათ ზოგადად სამინისტროს ანგარიშის წარდგენა, ანუ რა შედეგებს მიაღწია ბოლო წლებში საქართველოს გარემოს დაცვითი კუთხით. ეს იყო ორი ძირითადი მიმართულება და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ კარგად ჩაიარა და ამის დაგვირგვინება გახდათ სწორედ გუშინდელი დღე, სადაც დედაენის ბაღში, დედაქალაქში საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, სადაც იყვნენ მოწვეული მრავალი როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები და გაეცნენ, მიიღეს მონაწილეობა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებში, რომელიც დაკავშირებული იყო სწორედ გარემოს დაცვასთან. ბატონ ტატო, ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნებოდა 1973 წლიდან, როგორც ვიცით. აი რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ამ დღეს? მოგვიყევით იმ ღონისძიებებზე, რომელიც თქვენი დეპარტამენტის მიერ იყო წარმოდგენილი. კი ბატონო. უშუალოდ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტზე რომ ვთქვათ, ჩვენ დეპარტამენტი კვირეულის მასშტაბით წარმოდგენილი იყო როგორც რეგიონში, ასევე დედაქალაქში. რეგიონში ჩვენ ქონდა კახეთის უნივერსიტეტის, ამ შემთხვევაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, რას აკეთებს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, როგორ საქმიანობს, რა სპეციალური საშუალებები გამოიყენება სახელმწიფო კონტროლის დროს. იქ იყო წარმოდგენილი ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ბოლო პერიოდში დაინერგა, დაიხვეცა. თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩვენ გულისხმობთ ზოგადად როგორ გაციფრულდა, როგორ გათანამედროვდა ბოლო წლებში გარემოს დაცვითი დანაშაულებების პრევენცია და გამოვლენა. რა ტექნოლოგიებით ეს არის? უპილოტო საფრენი აპარატები, დრონები, რაც ბავშვებმა ნახეს პრაქტიკაში. ეს არის ღამის ხედვის საშუალებები, ასევე ეს არის სხვადასხვა მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკა, რომელთაც ხდება მიუვალ ადგილებზე სხვადასხვა სამართალდარღვევების გამოვლენა. ფოტოხაფანგები, რომელიც გაბნეული არის ტყის ტერიტორიაზე და აფიქსირებს ამ შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტებს. აი ეს ყველაფერი წარმოდგენილი იყო და ამის შემდგომ უკვე პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდგომ თეორიულად ჩვენი ესე ვთქვათ დეპარტამენტის მხრიდან წარედგინათ უშუალოდ მცირე ესე ვთქვათ ლექცია სტუდენტებს, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებს და მიიღეს ინფორმაცია. ჩვენთვის ყველაზე გასახარი ამ ნაწილში არის ის, რომ ეს არ ყოფილა მონოტონური რეჟიმი და ძალიან დიდი ინტერესი და ინტერაქცია წამოვიდა მეორე მხრიდან, მათ შორის სტუდენტები დაინტერესდნენ ჩვენ დეპარტამენტში შემდგომი დასაქმების კუთხით და აქაც რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად უწყობთ ხელს სტუდენტებს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენთვის ახალგაზრდების როლი და წილი, მათ შორის როგორც თანამშრომლობის თვალსაზრისით იყოს გაზრდილი. აი გარემოს დაცვის მიმართულებით დეპარტამენტის როლი არის უდიდესი. ბოლო წლებში რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჰაერის, წყლის და ტყის რესურსების დაცვის მიმართულებით? და საკმაოდ საინტერესო კითხვა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ როცა ვამბობთ, რომ საქართველოს აღნიშნავს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით,
უკვე მიაღწია იმ ესე თქვა განვითარებას და ტემპებს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში უფლებას ვაძლევთ თავს, რომ ეს დღე აღნიშნოთ, ეს არ არის ხელოვნური, ეს არ არის ფასადური და გამოჩნდა სწორედ ამაში რა კითხვაც დასვით თქვენ შედეგებში ჩანს ეს ყველაფერი. ბოლო წლების განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვითი კუთხით მოწესრიგდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი, რა თქმა უნდა, ეს იყო საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძველებული გახდათ, არ იყო თანამედროვე, დაიხვეწა ჰაერის მიმართულება, დაიხვეწა უკანონო ტყით სარგებლობის კუთხით, როგორც ადმინისტრაციული სანქციები, საჯარიმო სანქციები, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა კონკრეტული ცვლილებები. ეს ყველაფერი გახდა გათანამედროვებული, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული, მოიხსენება ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრვალდებულების საკმაოდ აქტიურად ვასრულებთ გარემოს დაცვითი კუთხით და პლუს ამას მეორე მიმართულება ეს გახდათ სწორედ გაციფრულება, გათანამედროვება, იმიტომ რომ თქვენ თუ გადაავლეთ 10 წლის წინანდელ ესე თქო სიტუაციას გარემოს დაცვითი კუთხით, რა აკეთდებოდა და ზოგადად ცნობიერების დონე როგორი იყო, ასევე კონტროლის რა მექანიზმები გამოიყენებოდა, ნახავთ რომ ეს იყო მოძველებული სტრუქტურა, რესურსებით შეზღუდული და სახელმწიფომ საქართველოს მთავრობამ შეძლო ის რომ წლიდან წლამდე ეს პროცესი საკმაოდ მაღალ ტემპებში აიყვანა და დაიხვეწა ძალიან ბევრი რამ. ჰაერის მიმართულება ახსენეთ თქვენ და თქვენ იცით რომ უკვე 3 წელია დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში მიმდინარეობს გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი, რაც ჰაერის ზოგად სიტუაციას საკმაოდ კარგ ესე თქვათ ეფექტს უქმნის, ასევე ჩვენი მხრიდან კონტროლდება დიდი პოტენციურად დამენძურებელი საწარმოები, როგორც არის მაგალითად სხვადასხვა საქმიანობა, ცემენტის წარმოება, მეტალურგია და ასე შემდეგ, მათ დაუყენდათ სპეციალური გამზომი ფილტრები, მიმდინარეობს ელექტრონული თვითმონიტორინგის სისტემა, სადაც ესე თქვა დიდი საწარმოები არიან ჩართული. ეს რაც შეეხება მოკლედ ჰაერის მიმართულებას. ასევე ტყის მიმართულებით თქვენ იცით რომ ვახსენე, გამოიყენება დრონები, გამოიყენება სპეციალური საშუალებები, სადაც უშუალოდ ხდება სხვადასხვა მიუვალ ადგილებზე აი ამ ლოკაციების აღმოჩენა, ცხელი წერტილების იდენტიფიცირება და აი ამ ბრაკონიერების შესაბამის პასუხისგებაში მიცემა. და ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიების კონტროლი და ზოგადად მოპოვების კონტროლი. თქვენ იცით რომ უკანონო ესე თქვათ მოპოვება როგორც არის ქვიშახრეშის მიმართულება და ზოგადად სასარგებლო წიაღისეული საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს ეკოსისტემაზე, მდინარეებზე, ტბებზე. ეს არის საბოლოო ჯამში საკმაოდ დამაზიანებელი გარემოსთვის, შესაბამისად ეს პროცესიც ძალიან პოზიტიურად მიმდინარეობს ბოლო წლებში ჩვენს სახელმწიფოში, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალიან მაღალი არის სტატისტიკა გამოვლენები და სტატისტიკაზე ალბათ გადავალთ, ზოგადი ფონი არის ის, რომ ბოლო 5 წელში ჩვენი მუშაობის შედეგად გულისხმობ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ეს ტენდენცია, პრევენციული ტენდენცია ციფრებშიც გამოიხატება, რაც გულისხმობს იმას, რომ საკმაოდ შემცირებულია მსგავსი სამართალდარღვევები საქართველოს თელს ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდო ეს. აი ეს მინდოდა რომ მეკითხა, აი გაზრდილია თუ არა ბოლო წლებში საზოგადოების ცნობიერება გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით? ეს არის ჩარჩანდელთან შედარებით. ნამდვილად, კი ბატონო, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემატიკა, გამომდინარე იქიდან, რომ ცნობიერების დონე თუ ცხადია არ იქნება, ესე ვთქვათ, გაზრდილი, მუშაობის ტემპები, რაც არ უნდა გამოვლენები, ესე ვთქვათ, მაღალი იყოს, არ იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი შედეგის მომცემი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მასშტაბით მოქმედებს შესაბამისი უწყება სპეციალურად გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, ეს არის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ასევე ამაში ჩართული არის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიც, რაც გულისხმობს იდენტიფიცირებას საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, ეს იქნება ახალგაზრდები, ეს იქნება ამ შემთხვევაში სხვადასხვა აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლები თუ სხვა ესე ვთქვათ პოტენციური სამიზნე ჯგუფები, სადაც ხდება შესაბამისი მეთოდიკით, როგორც არის ლექციები, ვორქშოპები, საჯარო შეხვედრები, მათ შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვატარებთ მნიშვნელოვან საინფორმაციო ტრენინგ კურსებს მოსამართლეებისთვის, ასევე პროკურორებისთვის, რომლებიც თავის მხრივ იღრმავებენ ცოდნას ამ საკითხებთან მიმართებით, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ მოგეხსენებათ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გასაგები მიზეზების და გამო გარემოს დაცვითი თვალსაზრისით კონკრეტული საკითხები ხშირ შემთხვევაში არ იყო აქტიური, ეს დღეს ესე არ არის და არის საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია, რაც ნამდვილად გასახარია.
Tādēļ, თქვენი დეპარტამენტის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ვიცით, რომ სამართალდამღოდარღვევების შემთხვევები 50%-ით შემცირდა. ამ გზის შესახებაც რომ მოგვიყვეთ. ნამდვილად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის, რადგან ზოგადად მუშაობის პროცესი ერთია, თუმცა მეორე არის უშუალოდ ამ ყველაფრის ანალიზი, ანალიტიკა, მათ შორის სტრატეგიულ დონეზე და გამოკვეთა იმ კონკრეტული, ესე ვთქვათ, წლების მიხედვით გარკვეული სტრუქტურის, ტენდენციის თუ კონკრეტული გარემოსდაცვითი დანაშაული იზრდება, მცირდება თუ კონკრეტულად რა ტენდენცია. აქედან გამომდინარე, თქვენ ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, ის პრიორიტეტული მიმართულებები განსაკუთრებით უკანონო ტყით სარგებლობა, უკანონო სახერხის საამქროების არსებობა, უკანონო ტყით სარგებლობის შემდგომ ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით განახევრებულია 50%-მდე არის შემცირებული. ეს ყველაფერი სწორედ უკავშირდება ორ რამეს. პირველი ჩვენ ვახსენეთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ეს მათ შორის პოტენციურ ბრაკონიერებზეც მოქმედებს ინფორმაციის კუთხით, რადგან მათ უკვე იციან, რომ ჩვენ ვფლობთ ისეთ ტექნოლოგიებს, რითაც შეგვიძლია რომ ნებისმიერ რეგიონში, აქ არ არის საუბარი კონკრეტულ რეგიონზე, მთელ საქართველოს ფარავთ. ცხადია თქვენ იცით, ჩვენი იურისდიქცია მოქმედებს ყველგან. შესაბამისად, მათ იციან, რომ ჩვენ ეს ტექნოლოგია გვაქვს და ამ შემთხვევაში დროში ბევრად უფრო ეფექტურად ხდება სამართალდარღვევების გამოვლენა და მეორე ეს გახდათ ცხადია უკვე გამოვლენის შემდგომ მნიშვნელოვანია რა ესე ვთქვათ ნაბიჯი იქნება სამართლებრივი. აქ არის ორი ნაბიჯი, ეს პირველი რა თქმა უნდა გახლავთ ადმინისტრაციული სანქცირება პირის ან კონკრეტული ჯგუფის ან ამ შემთხვევაში იურიდიული პირის, ეს ყველაფერი დაიხვეწა, გამკაცრდა და საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციებია სხვადასხვა დარღვევებზე და მეორე რა თქმა უნდა ეს გახლავთ სისხლის სამართლებრივი კომპეტენცია, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენი უწყების საკითხში არ შემოდის, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ესეთ ფაქტებს ექნება ადგილი, ჩვენ მაშინვე თითოეულ ფაქტს გვგზავნით შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში. და საინტერესოა რა ტიპის სამართალდარღვევები ხდება ყველაზე ხშირად? ყველაზე ხშირად სტატისტიკური თვალსაზრისით თუ ჩვენ ავიღებთ გასულ წელს მაგალითად და მიმდინარე წელს დიდი წილი სამართალდარღვევების ეს არის უკანონო ტყით სარგებლობა, ტყეში შესაბამისი არალეგალური აქტივობების განხორციელება, მათ შორის არის უკანონო ნადირობა, ბრაკონიერების ფაქტები, თევზჭერის მიმართულებით საკმაოდ დაიხვეწა ბოლო წლებში, მაგრამ მაინც რჩება ერთ-ერთ გამოწვევად ეს მიმართულება, ასევე არის როგორც გითხარით, სასარგებლო წიაღისეულის მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტი და აქაც მაღალი არის გარკვეული გამოვლენები. ხის მოჭრა ხის მოჭრა ამ შემთხვევაში უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტებში შედის. უკანონო ტყით სარგებლობას როცა ვახსენებ, მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს, აქ შედის როგორც ხის მოჭრა, უკანონო სახერხის საამქროს არსებობა სხვადასხვა ტერიტორიაზე, ზოგადად ტრანსპორტირების ფაქტების არსებობა, როგორც ტყის ფონდში, ასევე მის გარეთ და ასე შემდეგ. ეს მომენტები არის ძირითადად ამ შემთხვევაში. და თქვენი რეაგირება როგორია ამ ყველაფერს? ჩვენი რეაგირება მოქალაქეებს რომ მარტივად უთხრათ, ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს მუშაობაში. პირველი ეს გახლავთ 24 საათიანი პატრულირება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჩვენ ყავს ჩვენი პატრულირების ჯგუფები, სპეციალური ავტომობილებით და სპეციალური საშუალებებით გადაადგილებიან. ეს არის 24 საათიანი პატრულირება, როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აკეთებს და მეორე ეს არის ინსპექტირების მიმართულება, რომელიც მე ვახსენე საწარმოები და ძირითადი დამიძურებელი სექტორი, პოტენციური, სადაც უშუალოდ სიღრმისეულად ხდება, როგორც არაგეგმიურად, ანუ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ასევე წლის განმავლობაში შესაბამის მეთოდოლოგიით დგება სია საქართველოში ყველა რეგიონში არსებული სხვადასხვა პოტენციური საწარმოები, რომელთაც უტარდება შესაბამისი ინსპექტირება. გასაგებია. ტატო, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის და იმ საქმისთვის, რომელსაც აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა წარმატება გისურვოთ.